იცოდით, რომ თქვენი ავტომობილის საწვავის მიწოდების მილები და ინჟექტორები ზუსტად ისე იჭედება, როგორც არტერია. ორივეს ერთი მტერი ყავს, ნალექი, რომელიც ორგანოებს შიგნიდან აბინძურებს და მთავარ ორგანოს კვების წყაროს უჭრის. ადამიანში ამას ათეროსკლეროზს ვეძახით. ქოლესტერინი აღწევს სისძაფის კედელში, იწვევს ანთებას და ყალიბდება ფოლაგი. მილი ხდება ხისტი, ვიწრო და სისხლი ვეღარ აწვდის ჟანგბადს გულს. თქვენს მანქანაში ზუსტად ეს ხდება. სამწუხაროდ დაბალი ხარისხის საწვავში არსებული მინარევები და კონდენსატი წვის პროცესში წარმოქმნის ნახშირბადის ნალექს. ის თრომბივით ეკვრის ინჟექტორების თავებს და საწვავის მიწოდების არხებს, შედეგად საწვავის მიწოდება ფერხდება, მანქანა კარგავს სიმძლავრეს და საწვავის ხარჯი კატასტროფულად იზრდება. არსებობს მაღალტექნოლოგიური დანამატები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ძლიერი მედიკამენტები. ეს დანამატი ანთავისუფლებს არტერიებს, აღადგენს საწვავის იდეალურ გაფრქვევას და აძლევს ზრავს ისევ თავისუფლად სუნთქის საშუალებას. ეს არის თქვენი მანქანის მედიკამენტოზური მკურნალობა ზრავის დაშლის გარეშე. აქ ბევრს უჩვენდება ერთი ლოგიკური კითხვა. კარგი, ეს დანამატი ნალექს შლის, მაგრამ სადმე აქვს ის დარჩენილი ნაგავი? რამე სხვა ეჭედავს? აი აქ ჩანს ფორმულის გენიალურობა. ეს დანამატი 50 ლიტრის საწვავში მზავდება და მასთან ერთად იწყებს ნელ-ნელა ეტაპობრივად მუშაობას. ის ნალექს კი არ აფხექს, ან ნაწილებად კი არ აქცევს, არამედ მოლეკულურ დონეზე ნელ-ნელა შლის. ეს დაშლილი მასა საწვავთან ერთად აღწევს წვის კამერაში, სადაც 500-დან 800 გრადუსამდე ტემპერატურაზე უბრალოდ ფეთქდება და სრულიად უსაფრთხოდ გამონაბურღვის სახით გამოიდევნება ავტომობილიდან. არანაირი ნარჩენი, არანაირი გაჭედილი არხები, მხოლოდ სუფთა სისტემა და თავისუფალი სუნთქვა. მაგრამ იმისათვის, რომ ოპერაცია აღარ დაგშვიდეს, აუცილებელია ყოველდღიური პროფილაქტიკა. არსებობს სპეციალური ფორმულა, რომელიც თქვენი მანქანის ვიტამინია. ხელს უშლის ახალი ნალექის გაჩენას და იცავს კედლებს კოროზიისგან. ეს საშუალება საწვავის სისტემას მუდამ სუფთა მდგომარეობაში ინარჩუნებს, რაც ადამიანის შემთხვევაში სუფთა და ჯანსაღ სიცარუებს ნიშნავს. ასე რომ ეწვიეთ გეზმოტორს და გამოიყენეთ ლიფ ვიტამინები.